გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. იმ დიდ პოლიტიკურ ასპარეზობამდე საპარლამენტო არჩევნები რომ ქვია სულ რამოდენიმე თვე დარჩა. საკანონმდებლო ორგანოს სავარძლებისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები წინა საარჩევნოდ ბრძოლის უამრავ მეთოდსა და საშუალებას გამოამზაურებენ. შიდა ქართლის სამხარე ურწმუნებული ირაკლი ბოჭორიძე ესტუმრა კონფლიქტის ზონაში მყოფ სოფლებს. შიდა ქართლის სამხარე ურწმუნებულმა ირაკლი ბოჭორიძემ დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში დაიწყო მოგზაურობა. ამჯერად იგი ერეთსა და ვანათს ეწვია. თან საბავშვო ბაღებისათვის და სკოლებისათვის ცოტაოდენი დახმარება ჩაიტანა. შაქარი, ფქვილი, მაკარონი, ზეთი, ერბო, ბრინჯი ეს პროდუქტები ყოველდღიურად ესაჭიროებათ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ პატარებს. საბავშვო ბაღის პედაგოგებმა გუბერნატორს ამ მცირედი საჩუქარისთვის მადლობა გადაუხადეს. ერედვისა და ვანათის სკოლებს რვეულები, კალმები და ფანქრები გადასცეს. ერედვის თემის გამგებელმა ზაურ ქრისტესიაშვილმა გუბერნატორთან საუბარში აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სოფლებში ჩამოდიან და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხალხს უფასო განათლებასა და სამედიცინო დახმარებას პირდებიან. ზაურ ქრისტესიაშვილს კი მხოლოდ პრეზიდენტის იმედი აქვს. ირაკლი ბოჭორიძე არაერთხელ ყოფილა დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში, მაგრამ არჩევნებამდე მისი ყურადღება ამ რეგიონის მიმართ უფრო გაიზრდება. იგი ხომ მოქალაქეთა კავშირის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. როგორც ციყვი ზამთრისათვის თხილსა და კაკალს იმარაგებს, ისე ჩვენი ხელისუფლება ფულის მოზიდვის წყაროებზე ფიქრობს. ასეთ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს ის მორიგი შეტევა, რომელიც ხელისუფლებისათვის მისაღები ფორმით სავალუტო ჯიხურების საქმიანობას ეხება. სამ მაისს სავალუტო ჯიხურებზე გაცემულ ლიცენზიებს ვადაგაუდეთ და მათი ფუნქციონირება მხოლოდ ახალი ლიცენზიებით გახდა შესაძლებელი. შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი 18 ვალუტის გადამთვლელი ჯიხურიდან ლიცენზია ჯერჯერობით არც ერთ ჯიხურს არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, გორის ბაზარში ვალუტის გადაცვლა ჯიხურებში ჩვეულებრივი ტემპით გრძელდება. მაინც მუშაობ ერთი-ორი დღე კიდე გადასციეს, რომ რაღაცა იყონეთ. ეგრე მოусმინე ტელევიზორში. აი იქნება, როგორ იქნება, შევხედავთ ხვალებს. როგორც ხედავთ მუშაობ ღირად. რატომ? რატომ მუშაობ ხოლმე? კანონის მიხედვით არ უნდა მუშაობდეთ. ჯერჯერობით კანონებს არ ვემორჩილებით როგორც ეს. ლიცენზიის ახალი პირობების დაკმაყოფილება სავალუტო ჯიხურის მეპატრონეებს 5000 ლარამდე უჯდებათ. ამ თანხის სიდიდის გამო მათი დიდი ნაწილი ახალი ლიცენზიის აღებას ვერ შეძლებს და იძულებული გახდება ჯიხური დაგედოს. როგორც თვითონ ამბობენ, დღევანდელი ხელისუფლება მათ არსებობის ყველა საშუალებას უსწრებს და მათი აგრესიის მიზეზით უმუშევრად დარჩენის ჯიშია. შევალდეთ და მასმენო, რომ ხარსად 15-20 სულებას არჩელი და დაგვდებს ჩვენ ეს საწყალხო. ადრე რო გასცეს ლიცენზიები ხო იყო დაშამული ჩაულებრივად და ეხლა რა ვიცი უფრო ცივილიზაციო, მაგრამ სად არის? არა, ხარსა კი გააკეთებს, რატო უკეთესი პირობები ექნება? სიზუღი აკავტოში და იმაში ვარ და ხო უკეთესი იქნება, გასწორ რომ დაждდება კაცი კაბინეტი ვიდექნება და უფრო სიზუღთავი იქნება, მაგრამ არ არის, თანხა არა აქვს, ხომ უნდა გააკეთოს? მომართეს დაახლოებით 5-მა ფიზიკურმა პირმა და 2-მა იურიდიულმა პირმა, რომლებიც ემზადებიან ლიცენზიის მისაღებად გარკვეული სამუშაოებს ატარებენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს არ მოხდა. გარდა ამისა, სავალუტო ჯიხურის მეპატრონეები თვლიან, რომ ახალი ლიცენზიების შემოღება გარკვეულ პიროვნებათა ინტერესებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს. პრინციპს ყალბებული. ერთი და მეორეც არის შემთხვევები, როცა თლიანად ნადგურდება გარკვეული პიროვნებები და მე მოაგონდებათ ხოლმე რა სახელმწიფო რო არსებობს და სახელმწიფო უნდა დაიცვას. და მანამდე არ ვფიქრობ, აი როცა თავის თავზე გადაიტანენ გადასატანს. მე უკვე მიმართავენ რომ აი განცხადებები და მილიციაში და პოლიციაში. ამიტომ რომ დაზღვეული იყოს სახელმწიფო იწევს თავის პოზიციებსაც. თვითონული ადამიანი სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ყველა შემთხვევაში. აქაც ამ შემთხვევაშიც ამ ოპერაციებშიც მხოლოდ ადამიანების დაცვაზე და არავითარი სხვა ინტერესები არ გააჩნია. სულ მალე შესაბამისი ორგანოები თავისი ფუნქციის შესრულებას შეუდგებიან და შიდა ქართლის რეგიონში ჯერჯერობით არც ერთი ვალუტის გადამთვლელი ჯიხური აღარ ფუნქციონირებს. კონტრაბანდის ფაქტი, რომელიც 3 მაისს გორის საბაჟო ტერმინალმა აღმოაჩინა.
3 მაის გორის რეგიონალური სამსახურის კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა კიდევ ერთი კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს. 5 ტონიანი დიზელის საწვავით დატვირთული კამაზის მარკის ავტომანქანა 4 მაის გორის საბაჟო ტერმინალში შეიყვანეს. როდესაც დაგავებულია კამაზის ტიპის ავტომანქანა, ბრძოლი კახეთის რეგიონის მაცხოვრებელია, რომელსაც მოქონდა პენსა. ეს მოქონდა კარიერები არის კონფლიქტის ზონაში ესეთი ერედის მხარეს ეს კარიერები და პენზით დატვირთული მანქანა მოდიოდა. ჩვენ მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ აქ მარტო პენზასთან არ შეიძლება გქონოდა საქმე და შეიძლება საწვავის გადატანის ფაქტიც ყოფილიყო და მართლაც სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის მუშაკებმა, საზღვაო პოლიციის მუშაკებმა გააჩერეს ეს მანქანა, გადაამოწმეს და ამ პენზის ქვეშ აღმოჩნდა 5 ტონიანი სათავსო, რომელშიც მოთავსებული იყო დიზელის საწვავი. ძღოლი, რომელიც წინასწარ მოკვლევაში იმყოფება, აცხადებს, რომ ტვირთი ერგნეთის ბაზრობაზე შეიძინა. ყველა ასე აცხადებს, ერგნეთის ბაზრობაზე შევიძინა, მაგრამ თვითონ ერგნეთის ბაზრობაზე შემოსული ტვირთი დაფიქსირებულია როგორც აღური წყავი და კონტრაბანდული. როგორც ტვირთის მეპატრონები აცხადებენ, მათ ასეთი ქმედების საბაბ სახელმწიფოს მიერ გატარებული ის არასწორი პოლიტიკა აძლევთ, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ გადავიხადოთ გადასახადი, თუ ის არ იქნება ისეთი მიზერული თანხა, როგორიც ამჟამად არის. სახელმწიფო არ იცავს ჩვენს ინტერესებს და გვაიძულებს კანონის დარღვევით ვეძებოთ არსებობის საშუალება. თუმცა როგორც ჩანს არსებობის საშუალების ძებნისას, მათ არც ამ გზამ გაუმართლათ. საქართველოს ეკონომიკა რომ არ ახალსაყრელ მდგომარეობაში, ამას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. საწყაული ყოფილა ქართველი კაცის მოთმინების ფიალ ასეთ გაჭირვებასა და სიდუხჭირეს რომ იტანს და ეკუება. შეგუების ეს ახალი რეფლექსი გაჭირვებულმა ხალხმა მათხოვრობით გამოიმუშავეს. არადარსებობისათვის ბრძოლა აუცილებელია. უკვე კარგახანია გორში მაწანწალა ბავშვების გამოჩენა აღარავის უპირს. რამდენიმე წლის წინ ქართლის დედაქალაქში ამას სენსაციად ჩათვლინენ. დღეს კი მათ ყველგან ნახავთ. თვით ქალაქის მერიის შენობაშიც კი. ჩვენი გადამღები ჯგუფი მათ სწორედ მაშინ წააწყვეტა, როდესაც ბავშვები პრეზიდენტის წიგნობულის კაბინეტთან მოწყალებას თხოვლობდნენ. ტელეკამერის დანახვაზე ბავშვები შენობიდან გაიქცნენ. ჩვენს კითხვაზე არის თუ არა პოლიციის დამსახურება მაწანწალა ბავშვებში არსებული შიშის სინდრომი, ასეთი პასუხი მივიღეთ. ეს საერთო სინდრომია რომ თქვენ ასაკ შეხედეთ რაც 7-8 წლის ბავშვები არიან. იმას აეშინია ალბათ ყველა, მაგიტომ ვიძახი რომ ამასთან საუბარი ჩვენ ვესაუბრებით, რამდენჯერ გქონდა ეს ისე. და აი თავისეთ საინტერესო თავის ცხოვრებას რა აქვს სახში, როგორ უჭირს, დაუბედურება აქვს მის თავზე და ამას განსაკუთრებული ეს მე უკვე საგანგაშოა ისე. რომ ამ კონტინგენტს ჩვენ მე გავაწლები და მივიღებ სრულიად ჩამოუყალიბებას. ცოტა სხვა მიმართულების მქონე ბავშვებს მივიღებ. ეს უკვე მომავალი თაობაა. კორელის სამართალდამცავები თვლიან, რომ ბავშვებსა და პოლიციას შორის შეხების წერტილი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთა შორის მუშაობას ყველაზე ბოლო კატეგორია უნდა ჰქონდეს პოლიცია. პოლიციის კარებს რო შემოაგებს არასრულწლოვანი, ის უკვე სხვანაირად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ სულ თითებზე ჩამოსათვლელი მუშაკები გვყავს და რა უნდა გააკეთოს? მხარეში სულ მთლიანად აღებულმა 14-მა არასრულოვანთა საქმეების ინსპექტორმა. მთლიანად მხარეში. ბავშვი აღზრდა ცოტა ფაქიზეა და აქ პოლიციის ჩვენ არა გვაქვს ისეთი ასე ვთქვათ მექანიზმი, რომ მასთან ასე ვიმუშაოთ. მაინც ბავშვის შეგნებაში პოლიციელი მაინც ეს არის ცოტა ადმინისტრირებული ამ ორგანოს წარმომადგენელი და ცოტა სხვანაირ ურთიერთობებს სახავს. არის შემთხვევები, როდესაც ბედის ანაბარა ქუჩაში მოხეტიალე ბავშვები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გავლენის ქვეშ ხდებიან. დაიხია უკან მშობლის პოზიციამ, სკოლის პოზიციამ, პედაგოგის პოზიციამ. აი ბავშვი თითქმის დარჩა ესე რაღაც გარემოში. აგერ შედეგი ახლა მაწანწალებით არის სავსე. მარტო მაწანწალებზე არ არის, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები არასრულოვანთა შორის პროსტიტუციაზე, არასრულოვანთა შორის ნარკომანიაზე შემაშფოთებელი ინფორმაციებია. მაგრამ ამით როგორ შეიძლება 12 წლის ბავშვს მშობელი არ ატყობდეს რა მდგომარეობაში მიდის ის სახლში. ან სკოლაში არ ატყობდნენ ის რას აკეთებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ. რამდენიმე დღის წინ ქარელის მესამე საშუალო სკოლაში არასრულწლოვანთა კომისიის გამსწრელის ხდომაც შედგა.
თუმცა ეს პატარა ადამიანები ისევ დაეხედებიან გორის ქუჩებში, ისევ თხოვლობენ მოწყალებას და ამ საშინელი გზით იწყებენ ცხოვრებას. მე არ მიყვარს რომ ბავშვი იქურდებს, იცით ეს ძნელია კაცმა ოჯახს გადავხედავ, გაჭირებული, იცით ეს ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის. მაგრამ არც ის არის ახლა გამორიცხული, ზოგი ვინმე ამაზე ხელს ითმობდეს და უკვე ორგანიზებული სახემის ამ ბავშვების მადანწალობას ვიღაც შეიძლება იდგეს სათავეში და აგერ ამათხოვრებს და მე ამ ფულის გაყოფა ხდება, მაგრამ ეს მაინც ისეთ პლანზე არ არის, ალბათ მეტი წილი ამ ბავშვები ჩვენ რა ინფორმაციებიც აქვს გადამოწმებულია, გაჭირებული ოჯახების წარმომადგენლებია, ზოგი ობოლიც არის და ასე თქვა ამითი ირჩენს თავს. კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფილიალი, ამჯერად პოლიტიკური გაერთიანება სპორტული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა ქალაქ გორში. გორში კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფილიალი ჩამოყალიბდა. ამჯერად პოლიტიკური გაერთიანება სპორტული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა. ამ დღეს გორში სტუმრად იმყოფებოდნენ 8 წლმოსილი სპორტსმენები: რომან რურუა, დავით გობეჯიშვილი, თამაზ მდინარიძე. ამ ორგანიზაციას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და სპორტსმენთა დიდი არმიის დახმარებით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. თუმცა ამ შეხვედრაზე სპორტში შექმნილ პრობლემებზე საუბარს მაინც ვერ ასწნენ. აგზარდო ბატონო რომან რურუა. შეიძლება ბატონო რომან დადგეს საკითხი გორში ძიუდო სკოლის დახურვაზე? არ შეიძლება ამ საკითხის დადგენება. ყველაფერი შეიძლება დაიხუროს გორში, მაგრამ ძიუდო სკოლის დახურვა დანაშაულის კორპორაცია გორში. შეიძლება რომ გუნდი ვერ წავიდეს გორელ მოჭიდაროთა გუნდი, თუნდაც ადგილობრივი რამის ღონისძიებებზე, არ შეიძლება დაუშვებელი. სპორტული საქართველოს გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი მძინარიშვილი. ასევე აირჩა საბჭო 10 კაცის შემადგენლობით. აქვე გადაწყდა, რომ გიორგი კანელაკი აირჩიონ ორგანიზაციის საპატიო წევრად. ყოველი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისას იბადება კითხვა: ბათუმურ თუ თბილისურ ორბიტაზე მოვიაზროთ ეს მოძრაობა. მაგრამ სპორტსმენებს ყველაზე მეტად ნიკო ლეკიშვილის გადამხდელთა კავშირი ესიმპათიურებათ და როგორც ჩანს ისინი თბილისურ ორბიტაზე დარჩებიან. როცა ვფიქრობთ, რომ ლეკიშვილმა შექმნა ასეთი ამბავი, ეს ისევ ალბათ ჩვენზე დაყრდნობით შექმნა ასეთი ამბავი და მეც ერთ-ერთი წევრი ვარ ამ ორგანიზაციის გადამხდელი ვარ და იმდენს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. გორის ებრაული თემის გამგეობის თავმჯდომარის მოშე მამისთვალოვის 50-ე წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა გორის თეატრში. ამ დღეებში გორის თეატრში გორის ებრაული თემის გამგეობის თავმჯდომარის მოშე მამისთვალოვის 50-ე წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მოშე მამისთვალოვის ღვაწლი დიდია ქართველი და ებრაელი ერის დამეგობრების საქმეში. სწორედ მისი ინიციატივით დამეგობრდნენ ისრაელის ქალაქი ლოდი და გორი. ასევე დიდია მისი ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. იგი დღესდღეობით ეროვნული დემოკრატიული პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა. დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლები წვლილი ბევრ ქართველზე და ბევრ ქართველ მებრძოლზე არანაკლები წვლილი მოშეს მიუძღვის საქართველოში აი ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში, რაც მოვიპოვეთ და დემოკრატიის განვითარებაში, ასე ვთქვათ, დემოკრატიის დამკვიდრებაში მოშე ერთ-ერთი მოწინავე არის ჩვენი პარტიის რიგებში. ამ საღამოზე მოშე მამისთვალოვის შესახებ არაერთი თბილი სიტყვა ითქვა. მის დასაფასებლად გორში იმყოფებოდნენ საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქადაგიშვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი რუსლან მიქაბერიძე. პალესტინის ხის ტოტი ხარ შვაგულ ქართლში დამპყრობილი და ერთ-ორი სამშობლოგაც დაუპყრობილი. შენს გემოთმის შენი ბრძოლის დღემდე ჩაუფუშაობა, მოვადრო და დაფასდება მოშე შენი მუშაობა. თეატრის სცენიდან ამ დღეს ქართული და ებრაული ჰანგები იღრებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი საღამო ქართველებისა და ებრაელების მეგობრობისა. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ერი არის ერთ-ერთი ერი მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა, რომ მცირე ერების მიმართ არიან განწყობილი ძალიან მეგობრულად და მით უმეტეს ებრაელი ერის მიმართ 26 საუკუნის მანძილზე არ ახსოვს ებრაელს უბრალო გაბრაზებას კი ქართველებისგან. ეს ძმობა საუკუნების მანძილზე და ათასწლეულების მანძილზე კიდევ იქნება და მსოფლიო გაიგებს საქართველოს ღირსეულ წინსვლას. ჩვენი
ჩვენი რაიონი ყოველთვის ამაყობდა ისეთი სპორტსმენებით, რომლებიც წარმატებებს აღწევენ სპორტულ ასპარეზზე. გიორგი თოთმაძე, რომელმაც პირველად იასპარეზა ევროპის საერთაშორისო ტურნირში. ქარელის რაიონი განთქმულია ცნობილი სპორტსმენებით, რომელთაც არაერთხელ უსახელებიათ თავი მსოფლიო საერთაშორისო ასპარეზზე. ტრადიცია ისევ გრძელდება და დღესაც რაიონში იზრდებიან სპორტსმენები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ მსოფლიო საერთაშორისო ასპარეზზე. 24-25 აპრილს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდა ევროპის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში. მონაწილეობა მიიღეს 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდმა 12 კაცი შემადგენლობით. აქედან 6-მა ჩამოიტანა მედალი. მათ შორის არის ჩვენი რაიონის განათლების განყოფილების სპორტსკოლის მოსწავლე გიორგი თოთლაძე, რომელმაც პირველად იასპარეზა ევროპის საერთაშორისო ტურნირში და მეორე ადგილიც მოიპოვა. პირველი შევხვდი მოლდაველს. არ გამიჭირდა სულთა გამარჯვებით დამამთავრებელი შეხვედრა, მეორე შევხვდი თურქს, მესამე შევხვდი უკრაინელს და ფინალში გადასასვლელი რუსს, ხოლო ფინალში უზბეკთან წავაგე იყო. სოფლიო ასპარეზზე ჩემთვის ეს გამარჯვება პირველი იყო და კიდე გამარჯვებას გეგმავთ. ეხლა 9-ში მივდივართ მოსკოვში. ეს ტურნირი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში გამარჯვებულს მიენიჭა უფლება მონაწილეობა მიიღოს მომავალ ოლიმპიადაზე, რომელიც დანიაში გაიმართება. Დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.